გამარჯობა ჩემო ძვირფასო გამომწერებო. დღეს მინდა ახალი ტესტი შემოგთავაზოთ. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი თამბაქოსი და საერთოდ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თამბაქოდ ითვლება. აი ზუსტად რო ვთქვა ახლა აი ამოწერილი მაქვს ანოტაციაში როგორც წერია რომ აი სიტყვებით გავემეორო, ხო, ჯერ გეტყვით ომილია, ეს არის პიტერსონის My Mixture 965, რომელიც თავის დროზე იყო დანხილი აწარმოებდა ძალიან დიდი ხანია გამოდის. ესეთი გაფორმებაშია, არ შეცვლილა, ეს გერმანიაში მაქვს შეძენილი, ამიტომ ეს მოწევა რო კლავს, ეს ნაწერი განთავსებული არის Z. რა არის ახლა აი ამ რამდენიმე სიტყვით გამოჩნდება, არის აი ესეთი, არ ვიცი მე ხა ეს დაწესებულებაა თუ როგორც აი ოსკარის გადაცემისთვის, რაიმე ცერემონიისთვის არის შექმნილი თუ რაღაც ვირტუალური არის, აი ესეთი ჩიბუხის თამბაქოს დიდების დარბაზი, აი ესეთი დასახელებაა და ანოტაციაში წერეთ, რომ აი თამბაქოს ჩიბუხის დიდების დარბაზში არის მოხვედრილი აი ეს თამბაქო. ეს არის კლასიკური ბრიტანული ინგლისური ნაზავი, ეგრეთ წოდებული, რომელიც მე ძალიან მიყვარს და არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ლატაკიის. ამაში და მე არაერთხელ მithქვამს, რომ ვარ თაყვანისმცემელი ინგლისური ნაზავების, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ლატაკია. აქ ახლა ასე არის ანოტაციაში ზოგ წარმოებელს უწერია, რომ ეს არის საუკეთესო ვირჯინიული ნაზავი, ანუ ვირჯინიის ბაზაზე არის და შემდეგ უკვე ეს ლატაკია, მაკედონიური ორიენტალები, კენტუკის მცირე რაოდენობით კევენდიში, შავი კევენდიში დამატებული არისო და ძალიან დაბალანსებული ის არისო ნაზავი. ზოგიერთს უწერია ანოტაციაში, აი პირდაპირ მითიწყებენ, აქვია ლატაკიით იწყებენ, აი პირველი ლატაკია და შემდეგ არის დამატებული თითქოს რამოდენიმე აი ეს ვირჯინიებიც და სხვა სახეობებიც. მე ხა გეტყვით, რომ ეხა ეს პირველი გასინჯვა ჩემი არ არის, ეხა ვცდილობ მე ჩემს ვიდეოებში პირველად რო სინჯავ, ეს პირველად გასინჯული ემოცია გადმოგცეთ, მაგრამ ეს თამბაქო ძალიან დიდი ხანია მაქვს და აი ამ ნაზავებს ხშირად ვყიდულობ და ყოველთვის არის ჩემს კოლექციაში, ამიტომ პირველი მიღება მისი არ არის და ჩემთვის მაგალითად შემდეგ მოწევის დროს ტესტს რო გავაკეთებ, იქაც აღნიშნავ, რომ ჩემთვის უფრო ვირჯინიულია, ანუ აი მათ ვეთანხმები, ვინც ამბობს, რომ საუკეთესო ვირჯინიის ბაზაზე არის და შემდეგ აქვს დამატებული ეს ყველა სხვა მინარევი არასწორი იქნება, თუ ვიტყვით ყველა ეს სხვა თამბაქოები. და რაც ყველაზე აღსანიშნავია, ხო, არის უპოპულაროსი დანხილი აწარმოებდა მას წლების განმავლობაში და შემდეგ როდესაც დანხილი გავიდა, მე არაერთხელ მithქვამს ჩემს ვიდეოში, ახლა მინდა დავუბრუნდე და გამეორდე, დანხილი რო გავიდა თამბაქოს წარმოების ბაზრიდან, ყველაფერი ეს გადაიბარა პიტერსონმა და აი ეს ვიზუალური გაფორმებიდან დაწყებული. ეს კოლოფიც და ყველაფერი ფაქტიურად იგივე დატოვა, ანუ იგივე გვაქვს, რაც დანხილის დროს იყო. ამ თამბაქოს პოპულარობა არ იკლებს თელ მსოფლიოში. ყველაფერი პლუსი აქვს, ერთადერთი მინუსი აქვს, რომ საქართველოში არ იყიდება და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ან შეიწინოთ საზღვარგარეთ. დარჩენი ეხა მოვწიოთ ერთად და იქ შევაფასოთ. ეხა უკვე ჩავაკეთე. აი სოფელში ვარ ბუნებაში. ისეთი კარგი გაზაფხულის ამინდია.
აი ეს სანთებელა მინდა გაჩვენოთ, აი მაინც ნიავია. ნიავია და საკმაოდ ისეთი რა. საშუალო ძალის. აი ჩვეულებრივი სანთებელათი ახლა აქ ვერ მოუკიდებ. ამდენ სამანთები იმდენი ჩამიქრება, იმიტომ რომ ნიავი კირა სუსტ ქარშიც კი არის გადასული. ახლა არ ვიცი კიდე ხმასაც როგორ იწერს და აი ესე უძრავ. და აი ზიპოს სპეციალურად ჩიბუხისთვის ესეთი რომელიც ქარში არ ქრება. ერთადერთი მინუსი ამასაც მაინც აუბერო კი ორიგინალი საწვავს ვით მართავ, მაგრამ მაინც აქვს ეს თითქოს აი ნავთის რაღაც სპეციფიური სუნი და ეს თამბაქოზე გადადისო და რა ვიცი ნახოთ. აი როგორც შეიძლება ვთქვათ, თავიდან თავარია რომ აი ეს თანაბრად მოუკიდოთ. აი ესეთი თითქოს აი პატარა ქერქივით გაუკეთოთ, რომლის ქვეშაც იწვის. ამიტომ პირველი მოკიდების შემდეგ ყოველთვის აი ამით წამოდგება, თამბაქო ყოველთვის ამით აი ესე ჩავასწორებ, ფერფს მოვასწორებ და შემდეგ კიდე მოუკიდებ. და ამ დროს მე მგონი აი უკვე ის აი ამ ქერქს მივიღებთ რა. არა ეს სანთებელა შეუცვლელია კარში. იცით რა არ ვიცი ხა. მე მგონი არაფერი ეს ნავთის გემო არ გადასულა. მე ვერ ვძნობ ყოველ შემთხვევაში. თუმცა როდესაც გავხსენი და მოუკიდე პირველად აი მაშინ შევიგრძენი და თამბაქოსაც შეეხება მორა კლასიკური ბრიტანული ნაზავი არის ლატაკიით, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს. ანუ მიყვარს ინგლისური ნაზავი, რომელშიც აუცილებლად არის ლატაკია. და აი ნაიტკაპთან არის ძალიან ახლოს, უბრალოდ ნაიტკაპი და ეს თამბაქო ერთმანეთთან ახლოს არიან. ისე თქვა მინდა, იცით, ანოტაციიდან გამომდინარე, ანუ არა ფანტასტიკურია, გემრიელია. რაფერი შეკითხო, მაგრამ აი ანოტაციიდან გამომდინარე, თითქოს ეს უფრო ლატაკიურია, ანუ ლატაკია ამ ნაზავში თითქოს უფრო მეტია და უფრო უნდა იგრძნობოდეს. მაგრამ პირადად ჩემთვის არ ვიცი ახლა ეს როგორ არის. პირადად ჩემთვის აქ ლატაკია უფრო ნაკლებად იგრძნობა ვიდრე ნაიტკლაბში. ანუ ჩემი აზრით ნაიტკლაბი უფრო ძლიერია იმ გემოებით და აქ უფრო დაბალანსებულია.
თუმცა ისთვისაც მე ლატაკია მიყვარს, ლატაკია ინგლისურ ნაზავში აქ ყველაფერი ეს ერთად არის. ძალიან ვარ გამეორდე თითქმის იგივე ემოციები და შეგრძნებები მაქვს, რაც night cafe-ის დროს, ანუ აი ესეთი შემოდგომის გემოები, ხმელი, ბალახის სურნელი, სადღაც თხილისაც თითქოს ვირჯინიის ეს ციტრუსის არომატებიც მიგრძნობა და ცოტა უფრო მეტად იგრძნობა ვიდრე night cafe-ში და რა თქმა უნდა ეს ლატაკიას რაც ახასიათებს აი ეს ცოტა სიმძაფრე თითქოს აი სიმყრალე რო გადაკრავს და აი ეს დამწვარი ხის ნაფოტის აი ეს ბუხართან განცდილი ემოციების გემო აი ჩემთვის ლატაკიური ნაზავი ყოველთვის ბუხართან ჯდომასთან არის ასოცირებული რა საუცხოო და ეს ყავა ესეთი რძიანი ყავა რომელიც უფრო ენ ხდება აი კარამელის გემოთი ვა ეს რა მომიტანეს რეალ მადრიდის ემბლემით მომიტანეს ყავის ჭიქა სიდედრმა მადლობა რატო ეხა ბარსელონას ფანი ვარ მე ეს არ მეკადრებოდა რა ჭიქა არ არის აბატიებ დამას არა აი თავში რო თქვი რომ აი თამბაქოს დიდების დარბაზში არის ეს ნაზავი განთავსებულიო და აი მართლა ფანტასტიკურია არ ვიცი ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაზავი სანამ ჩიბუხს მოვწევ ეს მუდმივად მექნება ყოველთვის ძალიან კარგია და სხვათა შორის აი ესეთი სტანდარტია, ვინც რაღაც აი ამ ტიპის ნაზავს აკეთებს, ყოველთვის აი ამას ადარებს. აი როგორია, ამდენად ახლოს არის აი ამ ნაზავთან და ამდენად ჩამოუვარდება ამას. ანუ აი თითქოს რაღაც ეტალონი ვით არის. თუ შეიძლება ვწდები, მაგრამ მე როგორც ვიცი, night cafe შემდეგ შეიქმნა ამ ნაზავის შემდეგ და აი ყოველთვის აი ამ ორ ნაზავს ადარებდნენ ერთმანეთს. ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, თუმცა მაინც ძალიან განსხვავებულები არიან. აი ხანდახან ის მომინდება გიჟივით მოწევა, ხანდახან აი ეს მომინდება. იცით იმაზე კი არ არის რომელიც ჯობია, ანუ როგორი ამინდია, როგორი განწყობა გაქვს. როგორც აღნიშნე ანოტაციით თითქოს ეს უფრო ლატაკიურია, ჩემთვის ის უფრო ლატაკიურია და ის უფრო ძლიერია იმ გემონების თვალსაზრისით. ავტორე თამბაქოს სიძლიერის თვალსაზრისით მგონი ეს უფრო ძლიერი ნაზავია. ძალიან გემრიელია. და ხომ მგონი უკვე აღნიშნე თქვი ხო აი ციტრუსე სოვანი რაღაცა
ვირჯინიის ჩემი აპარატისთვის და ჩემი გემოვნებისთვის ეთყობა ეს უფრო არის აქ უფრო იგრძნობა და ჩანს და ახლა ამ თამბაქოს ნაღდად უხდება დაძველება, დიდხანს გაჩერება. კონკრეტულად ეს, რასაც ვეწევი, არის თითქმის 2 წლის დაძველების. და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი კიდე 2 რო ყოფილიყო, ანუ 4-5 წლის დაძველების ფანტასტიკური იქნება. ძალიან კარგია. სხვათაშორის ბაზარზე გამოჩნდა 2-3 ძლიერი კონკურენტი აი ამ ნაზავის და ანოტაციებში ბევრი ამბობს რომ იმ ნაზავმა ორმა მაინც უკან მოიტოვა ეს ნაზავიო და ბევრი ვინც ის ნაზავები გასინჯა და შემდეგ გეტყვით ეს რომელი ნაზავები არის ეს არის მგონი მერი მონკია ერთი აი შემდეგ დავდებ ის სურათს და GLP-ს ჰარაიზენი მე მგონი. შემდეგ ერთად გავაკეთოთ მათი ტესტი გავსინჯოთ და ნახოთ აბა მართლა მოიტოვა ეს ნაზავი ბრიტანულმა ნაზავებმა თუ არა. მოკლედ ჯერჯერობით ჩემს პირველ სამეულში ტრიალებს ეს Night Coffee და Berlis Cell Walteri. რაღაც პერიოდი ვამბობდი რომ ეს ბერლი პირველ ადგილზე გავიდაო თითქოს ჩემს ნაზავებში და ეს პირველი სამეულია ეს სულ ერთმანეთს ასწრებენ და უკან ჩამოიტოვებენ მაგრამ ეხლა ამ ბოლო დროს არა ჩემთვის ამ სამეულში პირველი მაინც Night Coffee-ა მეორე ეს და ამ დღეისობით მესამეზე მაქვს Sir Walteri Berli. ხო. ნუ ეხა მე რო ჩემი შკალით უწერ 10-ქულიანი 10 ბალიანი სისტემიდან, ნუ ახლა ამას 10-დან 10 და მგონი 10-დან 10 პლუსითაც რა. ფანტასტიკური ნაზავია. და რაც აღსანიშნავია, ეს ყველა ეს კომპონენტები ძალიან დაბალანსებულია. ამაში. ცოტა თუ მეტი სითამამე გინდათ, აი მაშინ უკვე Night Coffee-ია და მე ხანდახან აი ეს სითამამე უფრო მომწონს ვიდრე ეს დაბალანსება. და ეს როგორი რაღაცა არის, იცით, ეხლა ასეთ დროს და ამ ტესტის დროს, მე მგონი ამის დადებითებზე კი არ ვსაუბრობ, ამას დადებითი აქვს ყველაფერი. და ყველაფერი პლუსში აქვს. უბრალოდ აი ვეშაირებიო, რას მეშაირებიო და მე რომ ვიცენ, აი ეძებ თითქოს რაღაც მინუსი უნახო, ეძებ რაღაც თითქოს მინუსი უნახო და მინუსი არაფერი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ძვირია და ჩვენთან არის შორი. მეტი მინუსი ამ თამბაქოს არ აქვს. არ იკბინება ენაზე, ხო რაც თავარი, აი გრილად და ცივად არ იწვის, მაგრამ ენაზე არ იკბინება. ჩემთვის მithumetes მე ვარ მიდრეკილი საერთოდ მე მიჭირს საერთოდ
ვირჯინიების მოწევა მხოლოდ იმისთვის, რომ და არომატიკების რომ აი ადვილად იქბინება ჩემთვის. ჩემი ორგანიზმისთვის თითქოს ეს ცხელა ძალიან მიუღებელია. და აი ეს არ იქბინება. ცოტაც რო გადაგიცხელდება, აი ახლა ვგრძნობ რომ ცოტა გადამიცხელდა. იმიტომ როგორც თქვი ტესტის დროს ბევრს საუბრობ, ცოტა ტემპი ჩქარია მოწევის მაინც და ხა დაველოდები ცოტა გაგრილდეს და მაინც არ იქბინება. ესე თქვა, ეს უცირედი ვიგრძენი და არა ისეთი. მოკლედ კარგი და საუცხოო თამბაქოა. აუცილებლად შეიძინეთ და აუცილებლად გასინჯეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ შეგიყვარდებათ. ხა ჩიბუხსაც შევაქებ სავინელის ბინგ ფეივორიტი. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ჩიბუხია, ბრიტანული ნაზავებისთვის მაქვს. და ბრიტანულ ნაზავებში ძირითადად მაინც იმათ ვაღიარებ, რომელშიც ლატაკია არის გარეული ასე თუ ისე. და იგრძნობა. და ეს ჩიბუხი, ეს კონკრეტული ეგზემპლარი, აი საუცხო გამოვიდა, საუცხო გემოებს. ამ ჩიბუხში ჯერ არ მომიწევია ნაზავი, რომელიც აი რაღაცით არ მომწონებია. აი სხვა ჩიბუხში არ მომწონებია და აი ამ ჩიბუხში ყველა საუცხოოდ იწვის. ესეც არის. კარგით აბა. მოლ შეხვედრამდე. და ყვაერაც ყველაზე მთავარია პირველად მოკიდების დროს 2-3 ხო დაგჭირდა. იმისთვის რომ აი ეს კარგი ქერქი შეგვექნა და ეს ფერფლი და ესეთი ღია ფერფლით იწვის და აღარ ჩაქრება, აი ეს ისე ჩაიწვება, რომ აღარ დაგჭირდება მოკიდება. და გემო კიდევ ერთხელ აი აქვე ამას როგორ ეძახიან, აი მოწევის შემდეგ გემო რო რჩება პირში. აი ფანტასტიკური არომატები რჩება. მეორევ კიდევ აი მთილის ციტრუსოვანი ჩირების თითქოს და აი ხმელი ბალახის სურნელი და აი ეს კოცონში რო ხის ნაფოტი იწვის, აი ეს კვამლის სუნი რო არის, აი ეს მუდმივად სულ ტრიალებს აი აქ ახლოს და აი ისიც აი ეს გემოები. ესეთი მცირე მოკაჩვით თითქმის რომ ბოლი არ ჩანს, აი მაშინ იქ კიდევ უფრო გევრიელია რა. დაგღალეთ მომკლეთ. აბა, მომავალ შეხვედრამდე.